რამდენიმე დღის წინ გატაცებული 8 ადამიანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. ხაშურის რაიონში მცხოვრები ადამიანები რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი ჯონჯლის საკრიფად იმყოფებოდნენ. წაღვლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თქმით, თავიდან 10 ადამიანი დააკავეს. აქედან ერთი არასრულწლოვანი იყო, რომელიც მაშინვე გამოუშვეს, ხოლო ერთმა საკუთარი ძალებით შეძლო ტყვეობისთვის თავი დაეღწია. გატაცებული 8 ადამიანი. ორი არის ხეთიჯვრიდან, 4 კლდის წყარო, 1 წეღვერი, 1 ბროლოსანი. ჯონჯლის საკრიფად იმყოფებოდნენ ტერათხევის ხეობაში და იქ დააკავეს რუსმა ან ოსმა ამ შემთხვევაში ჯარისკაცებმა. ერთ კვირაზე მეტია გადაცებულები არიან, არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია, სად ყავთ, ამ მდგომარეობაში ყავთ. ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაშიც და თვითონ მშობლები ძალიან ცუდ დღეში არიან. რა ვიცი, ის მიმართოთ. საზღვარი გადმოლახეთო საზღვარიო, როცა მაგათი საზღვარი აი კავკასიონის ქედზე გადის და დააკავეს მაგის მიზეზით, საზღვრის დარღვევის მიზეზით. აქტიურად მუშაობს პოლიციაც, ჯარით, მთავრობაც, მათ გამოსახსენად ყველა ღონეს ხმარობდა, იმედია რამდენიმე დღეში კი არა, ალბათ შეიძლება ესაც გამოუშვან არის იმის იმედები. გატაცებული 8 საქართველოს მოქალაქის შესახებ საქმის კურსშია ხელისუფლება, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებს მათ გასათავისუფლებლად.